Ну, ჩვენი ორგანიზაცია თანადგომაა და მოგეხსენებათ ეს სიტყვა ბევრზე საუბრობს, გვერდით ვდგევართ ყოველთვის, შეგიძლიათ მათ მიმართო და უფრო კვალიფიციური პასუხი მიიღოთ ამა თუ იმ თემაზე. ყველას ასე ვთქვათ, შიში აქვს ამ დაავადების და დღეს მაგალითად არის ქვეყნები, მაგრამ თუნდაც ავიღოთ სკანდინავიის ქვეყნები, სადაც სიკვდილიანობა ნულის ტოლია, რაც შეეხება ძუძუს კილოს. ქალაქ ზუგდიდში ვატარებთ შეხვედრებს ქალაქის მოსახლეობასთან, დღეს არასამთავრობო ორგანიზაციებთან გვიწევს შეხვედრა და კიდევ ერთი შეხვედრა იგეგმება ქალაქის მოსახლეობასთან, ეს იქნება ქალბატონები, ბატონები 18 წელს ზემოთ და ჩვენი მისია არის ონკოდაავადებების პრევენცია, ონკოდაავადებების დროულად გამოვლენა, რადგან პრევენციული ღონისძიებები ბევრად უფრო იაფუჭდება როგორც სახელმწიფოს, ასევე დონორ ორგანიზაციებს, ვიდრე ონკოლოგიური დაავადებების მართვა. პროცენტია. მეოთხე სტადიაზეც 16%-ია გამოსავალი. ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ჩვენ გვაქვს მორიგი შეხვედრა ზუგდიდის მოსახლეობასთან, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან კიბოს პრევენციისა და ადრეული გამოვლენის საკითხზე. ჩვენ ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ კიბოს ადრეულ გამოვლენას პრევენციას, გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან ხშირი არის საქართველოში დაგვიანებული შემთხვევები. მაშინ, როდესაც უკვე არაეფექტური არის მკურნალობა, ან საერთოდ უშედეგოა და ამასთან დაკავშირებული არის მნიშვნელოვან ფინანსურ დანახარჯებთან.